ასე ვთქვათ, ახალი სტრატეგია, ბრძოლის ძველი ფორმა ამ საპროტესტო აქციებით, მაგრამ ეს არის იქნება ალიანსის ერთ-ერთი პირველი ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი ღონისძიება, რომელიც დაიწყება მათ შორის რეგიონებში შეხვედრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან და შემდეგ 26 მაისს თბილისში მასშტაბური აქციით დასრულდება. ამის მნიშვნელობა ხა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც ვსაუბრობდით გამოწვევებზე, რა არის მთავარი გამოწვევა. განსაკუთრებით წართმეული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას შემდეგ, რაც პროტესტი ესე განვითარდა, ხო, ამ ზეწოლებით, სხვადასხვა შემზღუდავი კანონებით, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს რო იჭერენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გვისაუბრია იმაზე, რომ რუსთაველის პროტესტი არის ძალიან კარგი და ეს ადამიანები რო ყოველდღიურად იბრძვიან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, მაგრამ ამას ჭირდება გაფართოება და როდესაც ვსაუბრობდით წინააღმდეგობრივი მოძრაობის და ბრძოლის გაფართოებაზე, რაც არაერთხელ მათ შორის თქვენს ეთერში გვისაუბრია, გულისხმობდით სწორედ მათ შორის ამ გზას, რომ აი ეს დიდი საპროტესტო აქციები რეგიონებშიც, შეხვედრები რეგიონებშიც და შემდეგ უკვე თბილისში იყოს კიდევ უფრო ხშირი და იყოს კიდევ უფრო აქტიური. ამიტომაც ეს რაც ანუ ფიქრობთ, რომ ეხა რეგიონებში დაიწყებთ მოძრაობას და 26 მაისის აქციას თბილის დაემატება რეგიონები, ანუ ამით იქნება ეროვნული მობილიზაცია არის რეალურად ესე დაანონსდა დღეს ამ ალიანსის ბრიფინგზე, შემდეგი აქტივობები და კი, იმიტომ რომ 26 მაისი არის ყველასი და 26 მაისი განსაკუთრებით არის საქართველოს მოქალაქეების იმ უმრავლესობის, რომლებსაც ეს რეჟიმი არ უნდათ და რომლებიც დარწმუნებული არიან იმაში, რომ ეს რეჟიმი ამ ქვეყანას უნდა მოშორდეს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს და დემოკრატიულად განვითარდეს. ამიტომაც ჩვენ მათ შორის არ მხოლოდ ამ ალიანსის ფარგლებში, ხა ალიანსის ფარგლებში ცალკე იქნება შეხვედრები კიდე რეგიონებში, მაგრამ მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ჩვენ დავიწყეთ ასევე. ხო, თქვენ სხვათა შორის ცალკე მოძრაობა გაქვთ რეგიონის ეს რას გულისხმობს? არა, ეს ბმაში ხა ჩვენ გარდა იმისა, რომ საერთო არჩევნებში როცა არ იყავით თვითმმართველობის, რაღაც შეიძლება რეგიონულ ორგანიზაციებთან გარკვეული ბმა ამ დროს დაიკარგა და ამის აღდგენა გინდათ? ნებისმიერი პარტიისთვის, რაც უფრო და აუცილებელიც არის, რომ ახლო კომუნიკაცია ქონდეს თავის რაიონულ ორგანიზაციებთან, ხა ნაციონალური მოძრაობა მით უმეტეს ამ ხრივ ინფრასტრუქტურულად ყველაზე დიდია ხო ამ ოპოზიციურ პარტიებს შორის და ჩვენი აქტივისტები და მხარდამჭერები ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მათთან რეგულარული ესეთი კომუნიკაცია ქონდეს რომ რას აკეთებენ რა პრობლემებია და შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს აქტივთან ეხლა ჩვენ ვიყავი და მოვიარეთ კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, ეხლა წავალთ კიდე სხვა რეგიონებში ჩვენ ასევე ხვდებოდით ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეებს აი ესე ქუჩაში და ველაპარაკებით სხვადასხვა პრობლემებზე რაც მათ აწუხებთ და არა მხოლოდ იმაზე როგორ წარმოუდგენიათ მათ რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა, ხო? ამიტომაც ეს კომუნიკაცია ნაციონალურ მოძრაობას, ესე ვთქვათ, დაწყებული აქვს, რაც ასევე დაეხმარება ალიანსს ცხადია იმაში, რომ შემდეგი შეხვედრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და შემდეგ უკვე ეს დიდი აქცია 26-ში იყოს მასშტაბური, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მასშტაბიც ანახოს ამ აქციამ და ალიანსმა, ანუ რეალურად ანახოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაღლილან თავისუფლებისთვის ბრძოლაში და არ გაჩერებულან ამ ბრძოლაში. კი ბატონო, ეროვნული მობილიზაცია რისთვის? აი, ამობილიზებთ ადამიანებს რისთვის, რომ დაანახოთ ხელისუფლებას რამდენი ხართ, თუ რისთვის? საბოლოო მიზანი ხო მაინც ჩვენი საქმიანობის არის უმთავრესი რეჟიმის დამარცხება. ანუ 26 მაისს გამოვა ბევრი ხალხი და რეჟიმის დამარცხება? მე ვთქვი საბოლოო მიზანი. საბოლოო, კი ბატონო. არის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან გავაკეთებთ აწი, ყველაფერი მიმართული იქნება ამისკენ, რომ რეჟიმი დასუსტეს ისე, რომ საბოლოოდ რეჟიმის დამარცხება შეძლოს. ანუ ბევრი ადამიანი თუ შეიკრიბებით? ჩვენ სისტემატურად გვჭირდება მათ შორის ერთმანეთის დანახვაც გვჭირდება რამდენი ვართ, ხო? იმის დანახვაც გვჭირდება, რომ ეს ბრძოლა არსად არ გამქრალა, რომ ეს ბრაზი საქართველოს მოქალაქეებში არსად არ გამქრალა. საქართველოს მოქალაქეებსაც ჭირდება დიანა რომ დაინახონ რეალურად რამდენი ვართ და რო ვართ ბევრი და რო ვართ ძლიერები, იმიტომ რომ ჩვენ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თავარი გამოწვევა დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რაც გვაქვს ჩვენ რეალურად არის ძალიან დიდი წნეხი და შიში, რასაც რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს და განსაკუთრებით ეს ჩანს რეგიონებში. დიანა, ეხლა ხალხთან რო დავდიოდით, აი პირველი რასაც გვეუბნებოდნენ ეს არის რომ ოღონდ ფოტო არ გვადაგვიღოთ, აი ოღონდ კაცში არ მოგვახვედროთ და ისე დაგალაპარაკებით, ხო? ამიტომაც ჩვენთვის რა არის მთავარი მიზანი მათ შორის ამ შეკრების ის რომ ყველა იმ ადამიანმა შიში გადაილახება სიმრავლის
ჩვენებით? რა თქმა უნდა, მათ შორის ადამიანები ესეთი რეჟიმებთან ბრძოლაში ისინი ეხა ვიც იბრძვის და ვიც მოტივირებულია და ისედაც იცის და რაღაც დამატებითი იმპულსი და მოტივაცია არ ჭირდება ამ ბრძოლაში გასაგებია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ ასევე რომ საკუთარ თავში რწმენა დაიბრუნონ ბრძოლის დროს ეს სიმრავლე ნახონ. გავაფართოვოთ რას ნიშნავს თუ ადამიანი ვთქვათ გუშინ არ იყო თქვენს რიგებში ან ვთქვათ ვერ ხედავდა თქვენს გვერდით თავის თავს, ხვალ რატომ შეიძლება დაინახოს? ნახეთ, მე ეს ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. რამე განსხვავებულს ეუბნებით? ნახეთ, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვარ ამაში, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს არის ოპოზიციურად განწყობილი და ეს უკვე რწმენის საკითხად იქცა, ვინ რაშია დარწმუნებული. ოცნების ამომრჩეველს დარწმუნებული ვარ, გონია რომ უმრავლესობა არის ოცნების და იმიტომაც ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ არც ოცნების ამომრჩეველს გონია, ესე უბრალოდ თავს იტყუებს და ნუ რეჟიმმა მით უმეტეს ეს გონია რომ უმცირესობაა? კი, იციან ნამდვილად, ამას გრძნობენ ყოველდღურად ქუჩაში რო გადიან და საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს იქ თბილისში უბრალოდ რა ვიცი, აი მეტროთი გაიარეთ და ავტობუსით და ნახავთ საქართველოს მოქალაქეების განწყობას. ყოველი მეორე მაჩერებს და მეკითხება, რომ რა ვიცი, აი როდის სწავლენ ესენი. ანუ მე მანამდე თქვი, რომ თუ რამე არის, ჩვენი გამოწვევა ის კი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა რეჟიმს უჭერს. ის უმრავლესობა არის ოპოზიციური. ეს თქვენს მიერ არაღიარებული არჩევნების შედეგმაც აჩვენა. მათ შორის რეგიონებშიც თავისუფალი და რეჟიმა რა იცის, რეჟიმა იცის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მას შანსი არ აქვს, რომ ის პროცენტი დაიწეროს, რაც ბოლო არჩევნებზე მან დაიწერა რეალურად, ხო? ამიტომ ჩვენი გამოწვევა ის კი არ არის. თბილისში ხო მართლა თვითავადაც დაიწერა მარცხი. ამიტომ რომ თბილისში ისე წააგეს, ხო, თბილისში ისე წააგეს, რომ შემდეგ ეგ წაგება გადაფარეს სხვა რეგიონებში უფრო მეტის დაწერით, ეხლა რა ვიცი, მარტივი ლოგიკა არის ეგეც მაგათთვის. მაგრამ ანუ სადაც აი როგორ თუ აყალბებდნენ თბილისში ვერ გადაწერდნენ? მეცით რა მე მაგაზე მაქვს ჩემი პასუხი, ოღონდ ამ შემთხვევაში არ არის რწმენის, იმიტომ რომ რწმენა არ არის ის რაც რაღაცას გვეხმარება პოლიტიკაში ფაქტების, იმიტომ რომ მე ხშირად მithkoms და გავიმეორებ, რომ მე ხელმძღვანელობ საარჩევნო კამპანიას მე 13 წელი, არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, ყველას ხელმძღვანელობდი აბსოლუტურად სამეგრელოში. და ის რაც რეგიონებში მუშაობს უფრო მეტად არ მუშაობს თბილისში. დაშინების კამპანიას გულისხმობ, მათ შორის მოსყიდვის კამპანიას გულისხმობ. რეგიონებში ეს არის ბევრად უფრო მძიმედ და რეგიონებში მანიპულაციის შესაძლებლობა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს უფრო მეტი, ვიდრე ეს თბილისში, იმიტომ რომ თბილისი არის ბევრად უფრო დიდი, თბილისი არის ბევრად უფრო ხმაურიანი და რეგიონებში ხა სოფლებში, სადაც ბევრად უფრო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სადაც უფრო მეტი სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოდიან და სოციალურად დაუცველია, ის უფრო მარტივია, რომ შეაშინო, რომ სოციალურს მოუხსნი, თუ ქართულ ოცნებას არ მისცემს ხმას, ვიდრე ეს გააკეთო თბილისში. ან თუნდაც მაგალითად პატიმრების ოჯახებში რომ მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თქვენ თავადაც ამბობთ, რომ საარჩევნო შედეგი ვინმე CSKO-ში ან უბანზე ან აპარატში ხელი კი არ შეყო, არამედ ეს იყო წინასწარ ამ ხალხთან მუშაობის შედეგი. იქ უფრო მეტად მოწყვლადი იყო, აქ ნაკლებად და ამის შედეგად დაჯდა ის შედეგი. ამას ამბობ? ნახე, მხოლოდ ესე არ ვიტყვი, რამდენიმე კომპონენტი არის ხოლმე და ყოველთვის როდესაც საუბრობენ არჩევნებზე, ძალიან ბევრს ეშლება, მათ შორის ექსპერტად რო წარმოუდგენიათ თავს, რომ გონიათ, რომ არჩევნები ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს. ეს ასე არ არის. არჩევნები ყალბდება მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მათ შორის აი ესე მუშაობით, რაც მე ეხლა ვთქვი, ხო, მათ შორის სოციალურების მოხსნით, საჯარო მოხელეებთან მუშაობით და სიები რო დააქვთ ხოლმე ოჯახის წევრებიც, მათ შორის პატიმრებთან მუშაობით, პატიმრებს რო არ ეკინებდნენ ხოლმე სახლებში და ეუბნებოდნენ, რომ თუ თქვენ ხმას არ მისცემთ ქართულ ოცნებას, ჩვენ ციხეში შეგვექმნება პრობლემები და ასე შემდეგ, ხო, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებით და ასე შემდეგ. და მეორე არის, რომ ერთი ეს ნაწილი, მათ შორის კანონიერი ქურდები ჩართო, ეხლა არაერთხელ მისაუბრია, რომ ეს სამეგრელოში კანონიერი ქურდები ვიცი, ვინც რეკავდნენ და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობდნენ, ხო, ქართული ოცნების სასარგებლოდ. და მეორე არის არჩევნების დღე, სადაც ასევე მანიპულაციის შესაძლებლობა აქვს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ის რაც დააკლო საარჩევნო მობილიზაციაში არ მინდა ძალიან შორს წავიდეთ ამ თემიდანაც. აქტიურობისთვის მობილიზაცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ ვართ უმრავლესობაში საქართველოს მოქალაქეები, რომ არსად ეს ბრაზი, არსად ეს გულისწყრომა, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ რეჟიმის მიმართ არ წასულა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ პოლიტიკური პატიმრები, ახსოვთ
500-ზე მეტი ნაწამების საქართველოს მოქალაქე, ახსოვთ მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ბოლო რეპორტი, ახსოვთ მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დაწამლა და ახსოვთ ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანა და მათ შორის იმ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მაგალითად აგერ გუშინ გამოგვიცხადა ეს, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა იმის დაპირებით, რომ ჩვენ აქ უფასო დენი, უფასო გაზი გვექნებოდა და ასე შემდეგ და უფასო ფული გვექნებოდა, გუშინ გამოგვიცხადა, რომ თურმე 5 თეთრით უნდა გააძურონ დენი მაშინ, როდესაც პარლამენტში ეგრეთ წოდებულში საგამოძიებო კომისია ჰქონდათ დაანონსებული და მუშაობდა ფასების ტარიფთან დაკავშირებით. ამიტომაც ეს ყველაფერი რაც რეჟიმმა ახლაც მუშაობს და პარალელურად თუმცა ძალიან მარტივი კითხვა ისმის მანდ, რომ აი ამ კომისიის მუშაობის შემდეგ კიდევ უფრო გაძვირდა ყველაფერზე ფასები, მათ შორის დაწყებული ხილბოსტნიდან, აგერ დენის ტარიფით დასრულებული და დენის ტარიფის გაზდა რას ნიშნავს? ჩვენ ყველა ვიცი დიანა, ეს მარტო ის ხო არის ის ქვითარი რაც მოვა შენთან. კი ბატონო. ხო, ეს არის ყველაფერს დაეთყობა. ამიტომაც ეროვნული მობილიზაცია ისევ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამერთად ერთმანეთი დავინახოთ, საკუთარი თავები დავინახოთ, რეჟიმსაც ვანახოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვანახოთ ყველას ის, რომ ეს ბრძოლა გრძელდება. 26 მაისს შედგა ხალხმრავალი აქცია და ხელისუფლებამ დაგინახათ, რომ ბევრი ხართ, შემდეგ 27-ში რა ხდება? ხო, ეს ხო არ არის რაღაცა მოკლევადიანი აქცია, ანუ ალიანსის ეს მუშაობა და ხედვები არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული აქციით, ერთი კონკრეტული შეხვედრით და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს რეგულარული, ხო, მანამ სანამ მათ შორის ეს წინააღმდეგ. ანუ ყოველდღიური აქციები პლუს მარშები და პლუს რაღაც თარიღებს მიბმული დიდი აქციები, რომ ასე ვიდრე სადამდე. სანამ რეჟიმს არ დავასრულებთ. ახლა მე არ ვიცი ფორმას ყოველ შემთხვევაში ამას გვანახავს პოლიტიკური სიტუაცია და დრო, მაგრამ მანამ ისი მასშტაბით თუ რაღაცნაირად მაინც ამასობაში არჩევნებამდე მიგორდება ვითარება, ან შეიძლება ჩანიშნონ მართლაც არჩევნები აპრილში, არ ვიცი. მაგითო ვთქვი, რომ ამას გვანახავს პოლიტიკური სიტუაცია, თუმცა მე ვიცი, რომ ზოგადად პოლიტიკოსებს უნდა ქონდეთ რაღაცა გრძელვადიანი ხედვა, ასევე, ხო, არა მხოლოდ მოკლევადიანი ხედვით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეთ ყველა ძალიან კარგად, რომ ნებისმიერი დღე როდესაც რეჟიმი არის თავის ეძახის ხელისუფლებას, ეს არის დაკარგული შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ამის მიღება არა გვაქვს. ამიტომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს, რომ რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მაგრამ როგორ და რა ფორმით ამას ანახებს მათ შორის ეს გენიათ ეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეჟიმის მართვის აი ისტორიულ გამოცდილებას რო შევხედოთ და მათ შორის თანამედროვე აი რეჟიმებს რო შევხედოთ, ძალიან აი შეიძლება უბრალოდ წარმოუდგენლად წამში მოხდეს ის, რომ რეჟიმი დასრულდეს, მაგრამ ამას მათ შორის ჭირდება ჩვენი ყველას ფორმაში ყოფნა და საქართველოს მოქალაქეების ფორმაში ყოფნა პირველ რიგში. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ანი წითლიძე იყო ჩვენი სტუმარი, ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ცოტა ხანში ნიკა ფარულავა შემოგვიერთდება.